გიბრუნდებით გადაცემით მე და გარემო გიორგი გულიაშვილთან და ანა ცხადაძესთან ერთად განვაგრძობთ ნარჩენების მართვის თემას და გადაცემის მეორე ნაწილში ვისაუბრებთ ქალაქში, დედაქალაქში ვინ აწესრიგებს ნარჩენების მართვის საკითხს, რა პროგრესი და რა გამოწვევებია ამ მიმართულებით. გადაცემის სტუმარია შპს თბილსერვის ჯგუფის დირექტორი ბატონი დავით ფაჩულია. მოგესალმებით. მოგესალმებით თქვენს მაყურებელს მსმენელს. თბილსერვის ჯგუფი ემსახურება დედაქალაქს. უზრუნველყოფს დასუფთავებას, ნარჩენების მართვას, ანუ ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, კომპანიაა, რომელიც მრავალი მიმართულებით, ასე ვთქვათ, ოპერირებს. მათ შორის ოპერირებს ნაგავსაყრელების, ასე ვთქვათ, მენეჯმენტს ასრულებს. აი, პირველ რიგში მაინტერესებს რა გამოწვევებია, ანუ იმ პროცესში, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, რა გამოწვევები გაქვთ, როგორც ფინანსური, ასევე ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით და ზოგადად მოცემულობა რო აღწეროთ თქვენი საქმიანობიდან გამომდინარე. კი ბატონო, კარგად აღნიშნეთ პირველ რიგში, რომ თბილსერვისი არ არის ასოცირდება ხოლმე რომ ნარჩენებთან მხოლოდ და თბილსერვისი არის საკმაოდ დიდი კომპანია თბილისის. გარი განათება დამავიწყდა მოდის კი, არ მარტო გარი განათება, სანიაღვრე მიმართულებით გზის მონიშნის სამუშაოებს ჩვენ ვასრულებთ, დედაქალაქის სანიაღვრე სისტემა და ასე შემდეგ. ძალიან ასე თქვა დიდი და მნიშვნელოვანი სამსახურია დედაქალაქისთვის. დღეს ვისაუბროთ ნარჩენებზე. თქვა 90%, 95% მთელი თანამშრომლების თუ ასე ვთქვათ საქმიანობის დასუფთავებაზე მოდის ისედაც ჩვენი სამსახურის ძირითადი საქმიანობა არის და დღეს თქვენი თემა რაც არის ვისაუბრებთ დედაქალაქში დღეს გამოწვევები რა თქმა უნდა გვაქვს ბევრი მიმართულებით და ამაზე მუშაობთ ჩვენი მუნიციპალიტეტის დახმარებით, მერიის დახმარებით. ეს არის როგორც ინფრასტრუქტურის მიმართულებით, თქვათ სპეცტექნიკას ვსაუბრობ, ისე თქვათ სხვადასხვა გამოწვევებით, რომელზეც ორი სიტყვით შემიძლია ასე თქვათ პროექტებიც ვახსენო, ვისაუბროთ. დღეისობით თბილისში ნარჩენების რაოდენობა დღითიდღე იზრდება და დაახლოებით უხეშად დამრგვალებულ ციფრებს გეტყვით, რომ დეტალებში არ შევიდეთ, 9 მილიონი ტონა ნარჩენია წლიური. საყოფაცხოვრებო ნარჩენზე ვსაუბრობ 500,000 ტონა. დაახლოებით რა ვთქვათ, რამდენიმე წელი. ეს არის ერთ სულ მოსახლეზე 1 კილო დღეში. ესე გამოდის, ხო. თუ დავითვლით და ეს არის მხოლოდ საყოფაცხოვრებო ნარჩენზე საუბარი. თბილსერვის ჯგუფი ახორციელებს დაახლოებით ჯამში თბილისში დასაქმებულია 5500 ადამიანი, აქედან რომ წარმოვიდგინოთ 4700 დაახლოებით არის დასუფთავებაზე და ნარჩენების შემგროვ პოლიგონებზე განთავსებულია. და თბილისში აწარმოებს ესე იგი დედაქალაქის მასშტაბით დაგვადასუფთავებას, შეგროვებას, ტრანსპორტირებას, პოლიგონის მიმართულებით, განთავსებას და განადგურებას, მოდი ესე ვთქვა. დღეს დღევანდელი ესე ვთქვათ ჩვენი მოქმედებებით ნარჩენების მხოლოდ მარხავთ. მოდი ესე ვთქვათ, არანაირი სეპარაცია, ეგრეთ წოდებული განცალკევება და ხარისხება არ ხდება. ამაზე ვისაუბრებთ ჩვენ გეგმებზე. თუ არ ჩავთვლით მხოლოდ რამდენიმე საპილოტო პროგრამას, რომელიც თქვათ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ იქნა თქვათ წამოწყებული, დაფინანსებული დედაქალაქში შეიძლება შეგხვდათ ესე ვთქვათ ბადესავით კონტეინერები, სადაც მხოლოდ პლასტიკის პეტ ბოთლებია. ეს არის ჩვენი რესურსით ვასეპარირებთ, მაგრამ ვაცალკევებთ შემდგომი რეალიზაციის მიზნით, მაგრამ ეს არის ძალიან თქვათ 1% მთლიანი ნარჩენის, ან შეიძლება 2. უბრალოდ ამას აქვს რაღაც ცნობიერების ამაღლების უფრო ფორმატი, ვიდრე რეალურად ნარჩენის განცალკევების. როდესაც საუბრობთ სეპარაციაზე, განცალკევებაზე, ჩვენ უნდა ვისაუბროთ აუცილებლად იმ პროექტებზე, რომელსაც ვახორციელებთ საყოფაცხოვრებო პოლიგონზე ლილოში. დღეს როგორც გითხარით, ეს მოცულობის ნარჩენი მთლიანად მიდის და იმარხება, ანუ ადის და მე ვამიწებთ ამ შემთხვევაში ხდება დამიწება, არანაირი სიკეთე აქ არ არის. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გვაქვს ესხი
აღებული, უკვე ძალიან აქტიურად თანამშრომლობდა, მინდა მადლობა გადაუხადოთ მათ. კონკრეტებით შპს-მ განახორციელა ეს ხის აღება თუ მერიის ასე თქვა გეტყვით, ჩვენ თბილისელის ჯგუფი შპს არის მერიის 100%-ით მესაკუთრე არის 100%-ით მფლობელი. შესაბამისად, დიახ, მუნიციპალიტეტის არსებული 100%-ით მფლობელია და ეს არის სახელმწიფოს ესხი, ფინანსთა სამინისტროს მიერ აღებული, უბრალოდ შემდგომ არის მუნიციპალიტეტის აღებული და შემსრულებელი განხორციელებელი არის თბილისელის ჯგუფი. შესაბამისად პოლიგონზე, საყოფაცხოვრებო პოლიგონზე რამდენი პროექტს ვახორციელებთ, ამ შემთხვევაში რო ვისაუბროთ, ყველას ძალიან მოკლედ შევეხები, მაგრამ რახან ნარჩენებზია საუბარი, ვახორციელებთ ეგრეთ წოდებული მასალების აღდგენი ობიექტი, ეს არის სორტირების ხაზი რო წარმოიდგინოთ, ესე იგი დედაქალაქიდან როდესაც ნარჩენი ამოვა, ასე ვთქვათ, უკვე შერეულ ნარჩენზე საუბარი. ეხლა გეტყვით, დიახ, პირველ რიგში თუ ეს ობიექტი არ იქნა პოლიგონზე, დედაქალაქში სეპარაციის დაწყებას აზრი არ აქვს. სხვა შემთხვევაში იმ მოცულობაზეა საუბარი, თქვენ ახსენეთ ცოტა ხნის წინ 500,000 ტონა ნარჩენიდან დაახლოებით ჩვენ შესწავლა გაკეთებული გვაქვს ჩვენი პარტნიორების მიერ, კონსულტანტების მიერ ორჯერ 30-33% არის რეციკლირებადი ნარჩენი. ეს არის შუშა, პლასტიკი, შერეულად. ეს რო წარმოიდგინოთ, უხეშად არის 165,000 ტონა. 165,000 ტონა ნარჩენის ხელით გადარჩევა და ხარისხება წარმოუდგენელია. შესაბამისად, დედაქალაქში სეპარაციის დაწყებას აზრი არ აქვს, თუ პოლიგონზე, რაზეც საუბრობთ ახლა, არ მოხდა ამ სორტირების დიდი, ვთქვათ, თუ სისტემა არ შეიქმნა თავისთავად. კარგი ის არის და წავიწიეთ ძალიან წინ, ჩვენ დაახლოებით წელიწად ნახევარი უკვე ამ პროექტზე მუშაობთ და ახლა ამ წუთას ვართ რა ეტაპზე, EBRD-ის დაფინანსებით, როგორც თქვით, ახლა მიმდინარეობს კონსულტანტის შერჩევა EBRD-ის წესების მიხედვით, ვინც უკვე უნდა მოამზადოს ტექნიკური დავალება ტენდერის მშენებლობისთვის, უკვე აი ამ კონკრეტული ობიექტის სამშენებლო სავალდებულო ეტაპია თავისთავად დიახ, ამას სჭირდება. ძალიან ვცდილობთ, რომ მომავალ წელს ტენდერი გამოცხადდეს, ამას თავისი პროცედურები აქვს, EBRD-ის პორტალზე ცხადდება თავის პროცესებს, გადის პროცედურებს და ჩვენი გუნდი ყველაფერს აკეთებს ამისთვის, რომ მომავალი წლისთვის ეს პროექტი ტენდერი გამოცხადდეს სამშენებლო და უკვე მე ის უნდა განხორციელდეს. შესაბამისად, როდესაც გვექნება უკვე შესაბამისი ობიექტი, ასე ვთქვათ, აღდგენი ობიექტი, ეს სორტირების ხაზი პოლიგონზე, უკვე ბოლოსკენ რო იქნება მშენებლობის პროცესი, ვიწყებთ დედაქალაქში სეპარაციას. სეპარაციის დაწყება ჩვენ ისევე EBRD-ის დახმარებით საერთაშორისო კონსულტანტების მიერ შემუშავებული იქნა სამოქმედო გეგმა, სადაც დედაქალაქმა აირჩია, ასე ვთქვათ, მარტივად ორი კონტეინერის სისტემა. ერთი ყველა მშრალი ნარჩენისთვის, ცალ-ცალკე არა, თქვა ევროპაში გვინახავთ ცალკე შუშა, ცალკე პლასტიკი, ცალკე მუყაო არა, ერთ კონტეინერში იქნება განთავსებული ყველა ნარჩენი, მშრალი და მეორეში იქნება უკვე საოჯახო, თქვათ, ნარჩენი, რომელიც თქვათ არის ორგანული. შესაბამისად, ეს ნარჩენი ავა უკვე პოლიგონზე და იქნება მისი სეპარაცია. სეპარაცია ფრაქციების მიხედვით, შუშა ცალკე, პლასტიკი ცალკე დაახარისხდება ფრაქციებად შემდგომი რეალიზაციის მიზნით. ამ შემთხვევაში თბილსერვისი ანუ ჭკვიანი სისტემა იქნება. კი, ჭკვიანი სისტემა იქნება. აი ამაზე ვმუშაობ, უბრალოდ ეს არის ძალიან რთული სისტემა. იქ დოლურა არის, თქვათ, მაგნიტზე არის, შტრიხს კითხულობს და ბევრი ფრაქციის მიხედვით და ამ შემთხვევაში მოხდება მხოლოდ რეალიზაცია, შემდგომი რეალიზაციის მიზნით. იმის გათვალისწინებით, რომ ორივე კონტეინერში მოლოდინი გვაქვს და ესეც იქნება, მაინც ყველანაირი ნარჩენი მოხდება, იმიტომ რომ ოჯახებიდან უნდა ჩამოვიტანოთ, ამის ცნობიერების ამაღლება უნდა დავიწყოთ ჩვენ მზად რო იქნებით ალბათ 1 წლით ადრე, თუმცა მოლოდინი არ გვაქვს, რომ ამას დღესაც ძალიან განვითარებული ევროპული ქვეყნები ვერ აღწევენ იმ სამიზნე მაჩვენებს. სანქციები გარკვეული, რომელიც სანქციებამდე აი ჩვენ უფრო აი ახალი თაობას და ბავშვებთან და ესეთი პროგრამების თუ გაქვს და მოყვება ამ პროექტს, ასე ვთქვათ, საგანათო მიმართულებით, რომ სკოლებში, ბაღებში, საუბრებით, ცნობიერების ამაღლებებით, ну, რა თქმა უნდა, უფრო სექსში და ცნობიერები. დიახ, დაახლოებით აი ესეთი პროექტია და შემდგომ უკვე დაიწყება გადავალ დედაქალაქის სეპარაციაზე, რასაც საუბარ, როდესაც იქნება აღნიშნული მოწყობილობა პოლიგონზე. ერთი კითხვა მაქვს ბუდიში გიორგი, მე მგონი ჩაგეჭერი. ერთი კითხვა, ანუ როდესაც ეს პროექტი განხორციელდება, რაზეც საუბრობდით ახლა პოლიგონთან დაკავშირებით და სეპარაციასთან დაკავშირებით.
ეხლა რა რესურსიც იხარჯება ახსენეთ მინიმუმ რომ ყავთ 4700 ადამიანი ამ მიმართულებით დასაქმებული და თქვათ აი ეს რა თანხებით ჩაიდება ამ სეპარაციისთვის და ის რესურსი რომელიც გამოიყოფა გრძელვადიან პერსპექტივაში როგორ ფიქრობთ აი დაახლოებით 10 წლის ჭრილში ხო ანუ ეს რესურსები რომელსაც ახლა გავცემთ და უბრალოდ უпростоრეთ რესურსებს რომელსაც ვიყენებთ და მე ვმარხავთ ამ რესურსებს იმიტომ რომ ჯერჯერობით მეტი გამოსავალი არ გვაქვს გრძელვადიან პერსპექტივაში რამდენად ის დახარჯული ფული რამდენად წამოიღებს უკავშირს ასე თქვათ ეს და კიდევ ორი პროექტი რომელსაც ჩვენ პოლიგონზე ვახორციელებთ გაზშემკრები მოწყობილობა სორტირების ხაზი და licheti ეს არის ნაჟური წყლების განთავსებული ნარჩენისგან გამოყოფილი წყლების ფილტრატი ყეთდება რომელიც ტექნიკურ წყალში გადაქმნის გაიფილტრება და შეუერთდება თქვათ სისტემას უნდა ვთქვათ რომ ეს არ არის ბიზნესი და ეს არ არის ინვესტიციისთვის მიმზიდველი პროექტები. ეს არის ასოცირების ხელშეკრულების მიმართულებით იქნება თუ გარემოს დაცვის მიმართულებით, მოდი დავარქვათ სავალდებულო მოქმედებები. შესაბამისად, ამას ამიტომ აკეთებს მუნიციპალიტეტი, იღებს IBRD-ის სესხს დაბალი პროცენტით და აკეთებს როგორც ვალდებულება და ამას არ აქვს ამ ეტაპზე მიმზიდველობა ინვესტიციის მხრივ, რადგან მაშინ გადასახადი უნდა დაწესდეს სხვადასხვა ქვეყნებში ევროპაში ამისთვის ცალკე გადასახადებია საუბარი ჩვენთან მხოლოდ ის გადასახადია მოსაკრებიც არაუმეტეს ორლანახევარი არაუმეტეს 10 ლარისა შესაბამისად ამონაგები და მოგება ამ შემთხვევაში მოდი ესე ვთქვათ მნიშვნელოვანი მოგებაზე ორიენტირებული ეს პროცესი არ არის და პროექტი და გათვლილი არ არის შემოსავალი იქნება მხოლოდ ამონაგები იქნება ესე ვთქვათ ეს რეციკლირებადი ნარჩენის შემდგომი რეალიზაციის მხრივ თუმცა მისი კაპიტალური ხარჯი თუ საოპერაციო ხარჯი წლის განმავლობაში ისე იქნება რომ საოპერაციო თუ დაფარა ვთქვათ კარგი შედეგი იქნება და არა კაპიტალური ასე ვთქვათ კიდევ ერთხელ მეორე ეს არის ბიზნესი ბიზნეს პროექტი არ არის და ინვესტიცია ამიტომ ბიზნესისთვის მიმზიდველი არ არის თუმცა ძალიან ბევრი მთხოვნელი იყო უბრალოდ მოგება არა აქვს ამონაგები არა აქვს თუ გადასახადი არ მოემატა ამას და ასე რომ ვალდებულებად ჩავთვალოთ ასოცირების ხელშეკრულების პირობად ჩავთვალოთ და მწვანე მიმართულებით გასშემკრები და ასე შემდეგ გარემოზე დაცვის მიმართულებით ვალდებულებად ჩავთვალოთ. ჩავთვალოთ ესეა. თუმცა ამას თუ შევხედავთ ორი მხარე აქვს ხო ერთი რომ ეს უამრავი დიდი რაოდენობით ნარჩენი დღეს იმარხება და სამწუხაროდ ეს ტერიტორია რაც გამოყოფილია ნაგავსაყრელისთვის ივსება მალე და მე ახალი ტერიტორია უნდა ვეძებოთ ახალი ნაგავსაყრელი უნდა მოვაწყოთ ხო ერთი მხრივ შევამცირებთ ნარჩენის რაოდენობას რაც შედის ნაგავსაყრელზე მეორე მხრივ იმ ეფექტებს რასაც ეს ნარჩენების დამარხვა იწვევს ხო ეს ხო არ არის მიწაში რომ მარხავთ ამით კი ვამცირებთ ხო ბუნებას ვაზიანებთ საბოლოო ჯამში ანუ განთავსება ხო ბოლო ოპცია ჩვენი კოდექსითაც და ზოგადად მიდგომაც ეგეთი არის და მეორე არის რესურსი რომელსაც ჩვენ აღვადგენთ და მე ვიცი რომ თქვენ თანამშრომლობთ ხო კერძო ორგანიზაციებთან დღესაც თუ რამე დაგისეპარირებიათ გაქვთ ეს თანამშრომლობა და აწვდით ამ ნედლეულს ხო და აი კერძო სექტორისთვის გადამამუშავებლებისთვის განსაკუთრებით ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და ჩვენ მოუთმენლად ველოდებით რომ გადავიდეთ ამ სეპარირებულ სისტემაზე იმიტომ რომ მათთვის ეხლა საწარმოები არის გადამამუშავებელი და 30-35-30%-იანი დატვირთვით მაქსიმუმ რასაც მუშაობენ იმიტომ რომ ნედლეული არაა ნედლეულის შესაფუთი მასალები ხო შესაფუთ მასალებს ეხება ეს ყველაფერი და აი ეს მე მგონი თქვენ რაზეც საუბრობთ ამ პროექტის განხორციელება კიდე შექმნიდა ეკონომიკურ სარგებელსაც რა იმიტომ რომ ამათი წარმადობა რო გაიზრდება ეს არის ახალი დასაქმებული პერსონალი ხო მათთვის ეს არის ის ეკონომიკური ეფექტი რომ აწარმოეს გარკვეული პროდუქტი რომელიც უნდა გააყიდონ შემდეგ და ეს კიდე დამატებით შემოსავალს მოიტანს ხო ანუ პირდაპირ შეიძლება თქვენთვის ეს მომგებიანი ეკონომიკური ეფექტი არ ქონდეს ამ საქმიანობას მაგრამ დამატებითი ეფექტები ექნება ნამდვილად მე მაინტერესებს თუ პირობითად ჩვენ მივიღეთ შეფუთვების ნაწილშიც ეს წარმოების გაფართოებული ვალდებულება ზოგადად ეს მოდელი მუშაობს კარგად მაშინ, როდესაც არის თანამშრომლობის მაღალი სტანდარტი, ანუ კერძო სექტორსა და მუნიციპალიტეტებს შორის. მუნიციპალიტეტების გარეშე წარმოუდგენელია, რომ განხორციელდეს და ეფექტური სისტემა შეიქმნას. აი თქვენ რამდენად გაქვთ მზაობა ამისთვის და ნუ ალბათ
კი, ამ შეგროვების ნაწილში თქვენ შეაგროვებთ ამას, თუმცა მწარმოებლები, რომლებიც დაორგანიზდებიან და MGO ორგანიზაციებს შექმნიან, უწევთ თქვენთან თანამშრომლობა და აი ამ თანამშრომლობისთვის რამდენად ხართ მზად? ნამდვილად კი გეტყვით, ესე იგი ჩვენ მუნიციპალიტეტი, თბილისის მუნიციპალიტეტის მაგალითზე და კომპეტენციის ფარგლებში რო გითხრათ, ჩართული ვართ აღნიშნული რეგლამენტის მომზადებაში, ანუ ჩართულობაში გამოიხატება ის რეგლამენტები, რომელიც შემუშავებული აქვს, იგზავნება ჩვენთან მათ შორის, იმიტომ რომ თბილისი და დედაქალაქია და ესე ვთქვათ, ყველაზე დიდი ნარჩენების წარმოქმნელი დედაქალაქია და ჩვენი გამოცდილება და ჩვენი რესურსი და ჩვენი მოქმედებები სხვა რეგიონებისთვის ვთქვათ მნიშვნელოვანია. შესაბამისად ჩვენ მაგალითის მიმცემიც არის შეიძლება. მაგალითის მიმცემიც არის, დიახ, და ჩვენი კომპეტენციის და ვთქვათ ამ კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე ჩვენ კომენტარებს ყველა ეტაპზე გაგზავნილი გვაქვს. არის რიგი საკითხები, რასაც ვეთანხმებით, რასაც რაღაც მომენტებში არ ვეთანხმებით, ეს ისეთი პირობები არ არის, რომ რაღაცა შიხში ვარ შესული არა, თუმცა არის მომენტები, სადაც თქვათ ჩვენი პოზიცია გვაქვს. რაც შეეხება თანამშრომლობას, რა თქმა უნდა, დედაქალაქი მზად არის თავისი სრული ინფრასტრუქტურით, რომ ეს საქმე გაწიოს მომსახურების მხრივ, თქვათ, MGO ორგანიზაციასთან ხელშეკრულებით აიღოს ის ვალდებულება და შეაგროვოს ის ნარჩენი, რაზეც იქნება სამიზნე მაჩვენებელი, ამის სრული მზაობა და თქვათ, დედაქალაქს აქვს. თუმცა, რამდენად სხვა მუნიციპალიტეტები იქნებიან მზად ამისთვის, შეგროვების მიმართულებით თუ ამ რესურსი ექნება, ეს კიდე მეორე კითხვის ნიშანია და ამაზე ხა დღეს მე არ და ვერ ვისაუბრებ, არ მაქვს დეტალური ინფორმაცია. მაქვს, მაგრამ დედაქალაქზე ვისაუბროთ. შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ, პირიქით აუცილებელიც არის, სხვა შემთხვევაში ალბათ მათთვის, როგორც ორგანიზაციისთვის, იმ რესურსის გამოყენება, რომელიც თბილსერვის აქვს და დედაქალაქს აქვს, პირიქით ხელსაყრელია, ვიდრე დამატებით მათ შეიძინონ აგავზიდები იქნება, შესაბამისი თუ ინფრასტრუქტურა, თუ ადამიანები და ასე შემდეგ. შესაბამისად, ამ მხრივ ჩვენ თანხვდებით, კი ბატონო, აი აქ რაღაც დეპოზიტურზე რაღაცა რიგი ისე დეტალებია, რომელიც რაღაცა ჩვენი პოზიცია გაგვაჩნია. სხვა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მათთან თანამშრომლობისთვის მზად ვართ, ამ პროექტისთვის მზად ვართ და როცა იქნება და მიიღება, რა თქმა უნდა, მზად ვართ. ერთი კითხვა მაქვს, ანუ ძალიან მარტივად რომ თქვათ, დაახლოებით შედარება რომ გავაკეთოთ იმ, რასაც ჩვენ ვიხდით, აი მაგალითად თბილისში ჩაწერილი მოქალაქე, მოსაკრებელ სიხდის დასუფთავები, ეგრეთ წოდებული დასუფთავების და პარალელი რომ გავავლოთ, არ ვიცი, რომ ნებისმიერ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანასთან თუნდაც. ანუ ჩვენ რომ ვიცოდეთ თითოეულ მოქალაქემ ჩვენი პასუხისმგებლობა, თუნდაც იქიდან დაწყებული რომ რას ვიხდით და რას უნდა ველოდოთ. რამდენად საკმარისია? ანუ რამდენად საკმარისია ეს ამ ოპერირებისთვის და როგორც ვიცი, ნებისმიერი მუნიციპალიტეტი სუბსიდირებას უკეთებს კიდე დამატებით ხარჯ, რა თქმა უნდა, არსად არ ყოფნის ეს გადასახადი, რომელიც არის დღესდღეობით და რეალურია, რასაც ჩვენ ვიხდით, სულადობის მიხედვით. აი ამას რომ ასე ვთქვათ, ბეროფრნათელი რომ გავხადოთ მსმენელისთვის, რასთან გვაქვს საქმე? რა სიხდის და რატო იხდის და რამდენი უნდა გადაიხადოს? კი ბატონო. მოდით ძალიან მოკლედ შევეხებით, ალბათ ვადარებთ ევროპულ ან ამერიკას ან სხვა ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანას. კი ბატონო. მოდი ესე ვთქვათ, ჩვენი გადასახადი მოსაკრებლის აზრით ვსაუბრობთ არის $2.5 ერთ სულ მოსახლეზე, არა უმეტეს 10 ლარი, ანუ 5 თუ 6 ადამიანი იქნება ჩაწერილი თუ რეგისტრირებული. 10 ლარზე მეტი არ ხდება. შესაბამისად, უხეშად რომ ვთქვათ, დედაქალაქში ამ ხრივ შემოსავალი სხვადასხვა არის, შეიძლება იყოს ვთქვათ 70 მილიონი ლარი ბჭყალებში, ფრჩხილებში და ხარჯი იყოს შეიძლება 50%-ით მეტი. შესაბამისად, მე როდესაც ვისაუბრე იგივე ამ ბიზნესის კუთხით არ არის ის პროექტი თქო და არის ვთქვათ მუნიციპალიტეტის ვალდებულება თქო, ეს ვიგულისხმე ერთ-ერთი რომ ის მაშინ სხვა შემთხვევაში ეს რომ ბიზნესისთვის მიმზიდველი იყოს, მოქალაქეებისთვის გადასახადი უნდა გახდეს X
X თანხით მეტი პირობითად ეხლა მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ნამდვილად არა 50 თეთრით და ლარით რა, ეს შეიძლება იყოს ბევრად დიდი გადასახადი და ეს უკვე გამოიწვევს მოსახლეობისთვის, დღეს პოლიტიკა არის, რომ გადასახადი უნდა იყოს ის, რაც არის. ამიტომ საინვესტიციო მნიშვნელოვანი არ არის, ბიზნესისთვის მიმზიდველი არ არის, უცხოურ ქვეყნებში ჩვენ გვინახავს, როდესაც დავდივართ განვითარებულ ქვეყნებში, სეპარაცია სადაც უკვე არის, მათ აქვთ შესაბამისი, მოდი ესე ვთქვათ, ნარჩენის გატანის დღეები. პლასტიკი გადის პირობითად 4 შაბათს, ყუთელი ურნა დგას, 5 შაბათს გადის შუშა და ყველა ქვეყანა, ყველა მოქალაქე ამისთვის დამატებით გადასახადს იხდის. ყველა უმეტეს ქვეყანებში, მათ შორის ამერიკაში, ამერიკა ძალიან დიდია და შტატების მიხედვით სხვადასხვა პოლიტიკაა, ბევრი მუნიციპალურია, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ნაგავსაყრელები, პოლიგონები არის კერძო. შესაბამისად, კერძო როცა არის, ეს კერძო არის ბიზნესი ორიენტირება მოგებაზე და ეს განადგურება, სეპარირება, ეს ამონაგები, ის თანხა არ არის, რომ მათ ბიზნესად აქციონ, შესაბამისად თუ არ იქნება გადასახადი დამატებითი. და ამიტომ ჩვენ თუ შევედრებით სხვა ქვეყნებს, დამერწმუნეთ გადასახადი საერთოდ სასაცილოა, რაც უნდა იყოს და ბევრად კარგი მდგომარეობა გვაქვს სისუფთავების მხრივ, ნარჩენების მართვის მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ სეპარაციას არ ვაკეთებ და სრული შერეული ნარჩენი მიდის, ბევრად კარგი მდგომარეობა გვაქვს, ბევრ, ასე ვთქვათ, განვითარებულ დედაქალაქზე მეტად. დამერწმუნეთ და ის გადასახადი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, არ ვიცი, ალბათ 30% თუ დაფარავს რეალური, ცოტა მეც რეალურ ხარჯებთან მიმართებაში. ასე რომ რას ვიხდით და რას ვღებულობ თუ შევადარებთ, ძალიან კარგ მომსახურებას იღებს დედაქალაქი, მეც როგორც მაცხოვრებელი ამ დედაქალაქის და არა ამ წუთა სამსახურის ხელმძღვანელი ვსაუბრობ, ვიდრე ევროპული ქვეყნები, იმიტომ რომ ევროპული ქვეყნები თუ მithumetes ევროში ან დოლარში გადავიყვანთ, შეიძლება იყოს გადასახადი 3-ჯერ, 4-ჯერ, 5-ჯერ, მარტო ერთ ფრაქციაზე ვსაუბრობ. იქ ფრაქციების მიხედვითაა. თუ მას გადასახადი არ აქვს, შუშას რო გამოიტანს, იქ იდება ის შუშა ალბათ რამდენი ხანიც ეს ასე რომ ჩვენთან რახან შერეულია, ასე თქვათ, ჯერ ამის კონტროლზე არ არის, ამის ლოჯისტიკა არც არის, არც პოლიტიკაა, რომ გადასახადი გაიზარდოს, შესაბამისად მუნიციპალიტეტს უწევს სუბსიდია, რა თქმა უნდა, იმ ნარჩენების გატანის, რომელსაც წარმოქმნის დედაქალაქი. სწორედ აი აქ ვსაუბრობთ ამ წარმოების გაფართოებულ ვალდებულებაზე, სადაც უკვე ამ თანხას იხდის ბიზნესი პირობითად და წარმომქმნელი ხო ნარჩენების და ეს თანხები რომ მოხმარდეს იგივე თქვათ მომსახურების ნაწილში ეს ბევრად ეფექტური გახდება. ხო, იმანდარი თანამშრომლობის ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანი სწორედ PR-ოსა და ანუ MGV ორგანიზაციებს შორის და მუნიციპალიტეტებს შორის. თვითონ რა თქმა უნდა საბოლოო ჯამში მომხმარებელზეც აისახება რესურსების გაზიარება, ასე ვთქვათ. ხო, ამიტომ არის მნიშვნელოვანი რომ ეს თანამშრომლობის მაღალი სტანდარტი დაინერგოს და მე იმეც ვიტოვებ რომ მივალთ იმ ეტაპამდე რომ თქვენ ნაწილს გააკეთებთ, პირობითად ბიზნესი თავის პასუხისგებლობას განახორციელებს და ეს თანამშრომლობის კარგი მაგალითი მიგვიყვანს იმ კარგ სისტემამდე, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ არაერთ ქვეყანაში და წარმატებულად ხორციელდება. დიდი მადლობა. უღმესი მადლობა ბატონო დავით. იმედი გვაქვს რომ უფრო კონკრეტულ საკითხებზე გვესტუმრებით ხოლმე. და კარგი ამბებით, ეს სხვათა შორის ეს პროექტების ამის შესახებ არ ვიცოდით. მე არ ვიცოდი ყოველ შემთხვევაში რომ მეტნაკლებად დაინტერესებულია ამ თემით და სიღრმისეულად ხშირად ჩადის ხოლმე და არ ვიცოდი ახალი პროექტის შესახებ, გილოცავ და ულოცავ ჩვენ თავსაც. პირველი იქნება. და იმედია რომ ნამდვილად მალე განხორციელდება. უღრმესი მადლობა. გემშვიდობებათ რადიო პროექტი მე და გარემო. შემდეგ 4 შაბათამდე ნახვამდის. კარგად გწადებთ.